გამარჯობა ჩემო ტკბილებო და საყვარლებო, როგორ ხართ? ყველას მოგესალმებით. ვიცი რომ საკმაოდ დიდი ხანი არ გამოჩენი ვარ და ეს ჩემია, მაგრამ ისევ დავბრუნდი და ველოდებოდ სიმართლე რომ გითხრათ ამ ამანათებს, რადგან არ მინდოდა მხოლოდ ერთი ამანათი გავდამეღო, ან შეხედეთ, მაგ ორი უზარმაზარი ამანათი თემისგან, რომელსაც ახლა მე თქვენთან ერთად გავხსნი. ოღონდ არ ვიცი ამ დიდით დავიწყოთ ამ პატარათი. მოკლედ, ამ დიდით დავიწყებ. თან გაჩვენებთ რეებია და თან მოგიზომავ კიდეც. და სიმართლე რომ გითხრათ, აი ამ ამანათებს ველოდებოდი და ამ ამანათების ძალია, რომ სიმართლე გითხრათ, ამდენი ხანი ესე გავოდინეთ და ვერ მოვედი თქვენამდე. ცოტა არ იყოს ნერვიულობ. ეს არ მგონია, როცა არ იღებ ხოლმე, გადაჩოვა იცის თუ არ ვიცი სიგნალია. ხავხნი ამ ამანათს თქვენთან ერთად ვიწყებთან უკან ეს კარი ცოტა ვაცნაი იყოს არ დამჯახოს უკან ხო დავხსნით თქვენთან ერთად და ვნახავთ ანუ რამდენი ხანი გუში მომიტანას ძალიან გვიან ოღონდ და ესე გვიან აროს არ მოვტანიან ამანათი ისე შემეშინდა მეთი რა ხდება რა ვინქარ ხო და აი გამეიყო უკვე არ ცოლოდი და რომ მომიტანეს თუმცა ძალიან გამიხარდა და თქმა უნდა და აი რამდენი ხანი ვიქმედი რომ არ გამიხსნა აი ნახეთ აი ესე სავსეა რაღაცებით სიმართლე რომ გითხრათ ცოტა არ იყოს მეც აღარ მახსოვს რევინა რამდენი რამეა რეებია სიმართლე რომ გითხრათ მეც აღარ მახსოვს ჯერ ამოვალაგებ გაჩვენებთ და თან მე უკვე ჩაცმულსაც განახებთ ყველაფერს, რა თქმა უნდა. მოდი აი ამ ყველაზე დიდით დავიწყებ, რადგან პირველი რასაც აქ ვხედავთ, ეგ არის და ყველაზე თვალშისაცემით ეს არის, აი ეს არის. ეს არის პიჟამის ნაკრები, ანუ რამის პიჟამის ნაკრები, რომელიც იყო ძალიან ნაფად, აი ძალიან ნაფად იყო და ძალიან მომეწონა. ნუ ფასდაკლება ქონდათ ის იაფი არ გერდა. ეს არის უფრო საგაზაფხულო ვარიანტი. გაჩვენებთ ესეთი ძალიან ისეთი თხელი და საყვარელი თეთრი, მაგრამ გულებიანი, აი ესეთი ისი ზომაა, მე XSS შორის ვარ და აი ესეთი უსახვალესი შორტი. ამ შორტზე ხარ, რამდენი ჩავიწვა, მაგრამ აი ამ ზედას ვფიქრობ ჩავიცვამ და გაჩვენებთ. და ესეთი უსახვალესი ზედა, არც ახლა რამდენად ჩანს, მაგრამ არის ძალიან საყვარელი და ძალიან კარგი ნაჭერი. ეს არ არის პრიალა ნაჭერი, ეს ესეთია. პრიალა ნაჭრებიც იყო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, რაღაცნაირად არ მომწონს და ამიტომაც არ ვიყიდე ესეთ ხელებზე. და ძალიან საყვარელია ჩემი აზრით. ნუ აქ ჩაგისვამთ შეთქმული როგორია. ჩავიცი ეს პიჟამო, მეყურება აი ესე, აქ ესეთი საყელო და ესეთი ეს ძალიან მომწონს ხოლმე შორის ძალიან ისეთია კარგი და კომფორტულია. ჩემთვის ცოტა XS-იც კარგად წავიდოდა, მაგრამ ძილში არ მიყვარს ხოლმე ძალიან მომდგარი რო პიჟამო და ამიტომ ესი კაია ჩემი აზრით, იმიტომ რომ უფრო თავისუფლად გრძნობ თავს. ეს რო XS-ი იყოს, ცოტა უფრო ესეთი იქნებოდა და ცოტა შემაწუხებდა, მაგრამ რა გითხრათ, ამიტომ არ ვნან უფრო XS-ი ეს ნაცვლად ესი გამოვიწერე. ამ შემთხვევაში საღამოურად პიჟამოებს ყოველთვის ერთი ზომით დიდს ვუკვეთავ ხოლმე რომ ერთი ზომით დიდს. აი ესე შორტი რა თქმა უნდა არ ჩამწვავ, იმიტომ რომ ხალხო ძალიან ციბა და აქ ეხა არ ვიცი ჭიმე კუთნის გამოწერა, იმიტომ რომ აი ვერ წარმოვიდგენთ როგორ სიცივეში ვიღებ ხა ამ ვიდეოს. ამასაც ჩავწვავ. და მე მკაბებზე გადავალოჩილოთ. კიდევ რაც გამოვიწერე არის აი ეს ძალიან მინდოდა და ბიორნაირი მაქვს, ანუ ელექტროც მაქვს. ანუ დენზეროვანი, მაგრამ მაგათ არ ვხმარობ, იმიტომ რომ თმას აფუჭებს და ეხლა ესეთი წინა ცხენაირი გამოვიწერე და ეხლა ესეთი გამოვიწერე, იმიტომ რომ მგონია რომ ეს ცოტა უკეთესი უნდა იყოს, არის თმის საყვევები. აი ესეთი თავისი ესეთი სამაკრები. დავიტაცეთ რამდენი ცალია. ძალიან მაინტერესებს ეს როგორი მუშაობს. აუცილებლად დავტესტავ. და მე გაჩვენებ აუცილებლად.
მაგრამ ამ ვიდეოში ალბათ ვერ, იმიტომ რომ მინდა რომ ახალ და განვითარებაზე ვცადო, ისე უფრო კარგად იქნება მგონი, ფიქსატორიც მინდა რომ ვეყიდო, იმიტომ რომ ჩემი თმა ზოგადად არის სწორი პრიალათმა და აი არ არსებობს რომ რამე დავიხვიო და ფიქსატორით ძალიან ისე, ანუ ძალიან ისე უნდა იყოს რაღაცა რომ დაიჭირო ჩემ თმაზე ზოგადად ვარცხნილობები დიდად არ მუშაობს რა. და ეს ძალიან მინდა რომ ეს მოცულობისთვისაც ვფიქრობ კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩემ თმას მოცულობა აკლია. აკლია ბუნებრივი, იმიტომ რომ ვისაც სწორი ეს თმები გაქვთ, გეცოდინებათ რომ ეგ არის ცოტა იყოს პრობლემა თმის მოცულობის შენარჩუნება. შემდეგი არის მაისური. ეს მაისური. ეხლა გაჩვენებ უცებად. ეს უფრო საზაფხულო რაღაცები გამოიწერეს, იმართლა რომ გითხრათ. იმედი მაქვს რომ ზაფხული გვეღირსება, იმიტომ რომ ეხაც გარეთ წვიმს ხალხო და ისე ცივა, ეხლა მე აქ ისე მცივად რომ ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ რა გავაკეთო? აი ესეთი ზედა ეს XS-ია, თუ არ ვცდები. კი XS გამოიწერე ნამდვილად. მაგრამ რაღაცა უფრო ის გავს რო უყურებ. არის შოვი არ გამომიწერია, შოვი გამომიწერე? მუქი ლურჯი მახსოვდა. მოკლედ აი ესეთი ზედა. ამას კი შორტი გამოვწერე, ახლა ნახავთ. ხო და ეს შარვალსაც ძალიან მოხდება ესეთია, ჩვეულებრივი. ძალიან საყვარელი, ძალიან მომეწონა სიმართლე რომ გითხრათ, რომ დავინახე და მეთქი. მოდი პარემ გამოვიწეროთ, მე კიდე რეზია. კიდევ არის ეს მომდა. კიდევ არის აი ეს არის ღრუბელი ტანის, დიდი არაფერი, მაგრამ მაინც შევუკვეთე, იმიტომ რომ ხშირად უნდა გამოსვალო და ხშირად ვიწერ ხოლმე ამას, ეს არის აბაზანის ცივი ღრუბელი. მე რა ვიცი, ძალიან საყვარელი ფერებია. რენდომ ფერები იყო, მე არ ამჩევი ახლა და ძალიან კარგი ფერი გამიგზავნეს. და ეს არის ბოლო, შემდეგი აქ არ არის. ეს არის ბოლო ამანათი ამ შოპუთვაში, ეს არის შორტი როგორც ვხვდები. ხო, რამხელა შოვდიათ და რამხელა შორტია, იმის მიუხედავად რომ XS რა არის, ეს XS-ია, ხო? როგორი დაჭმჭმულია. τι შევამოწმო? არა. XS-ია ცოტა. ნახეთ რამხელა. ჩემნაირი ორი ჩაიტევა ეს რანაირად არის XS-ი. არ ვიცი, მაგრამ ჩავიცვამ, ნახავთ აქ თავის ჯიბეები აქვს. საყვარელი, მაგრამ ახლა ძალიან ფართოა თითქოს. კაბას უფრო გავს და ის აქამდე აქ ფაქტიურად. ეს არ მომწონს დიდად. მაგრამ მე ჩავიცვამ გაჩვენებთ, იმასე ვკითხოთ. არ ვიცი რაღაცა. მაგრამ ჩავიცვამ, იმედი მაქვს რომ ასეთი არ იქნება მთლად. კაი, მე ხა მეორე ამანათს გავხსნათ. ეს ამანათი ვფიქრობ რომ ბევრად უფრო საინტერესოა, ამიტომ ბოლოსთვის მოვიტოვებ და ამ ამანათში რაც დევს, ამას აუცილებლად ჩავიცვამ. დავუცილებლად გაჩვენებთ. დაუცილებლად შეფასება თქვენთვის მომინდვია. ეხლა კიდე იქნება რამდენი დღესაც მოწავსული, ყავს მართლა ვკითხოთ და ეს ვლოგი გადამეღო, მაგრამ ვერ წავედი. მაგრამ ეგ არაფერი. ვიდეო ჩემს ახალი დაბადებით და მაგის ვლოგსაც აუცილებლად გადავიდეთ. რაღაცა ისე ოჯახურ სტილში უფრო საყვარელი და ძალიან საინტერესო გამოვა. აქ უკვე არის კაბები, ორი კაბა გამოვიწერე. ძალიან ლამაზი კაბებია, სიმართლე რომ გითხრათ. ერთ არის აი ესეთი წითელი კაბა, ძალიან ისეთი, სხვა შორის ეს წელვადი ნაჭერი, არ ვიცი ხედავთ თუ არა, მაგრამ აი ხედავთ, აი ძალიან რაღაცნაირი წელვადი ნაჭერია. აი ესეთი კაბა სწორი, აი ესეთი. აქ სადმე თუ არ დამავიწყდა ისე ფოტოსაც გაჩვენებთ როგორია. ძალიან ლამაზი კაბა. ძალიან ლამაზი კაბა, სიმართლე რომ გითხრათ, ისე გამოიყურება. ანუ არ ვიცი თირან როგორ გაჩვენოთ, ასეც გადავიღებ. ალბათ და ისე გაჩვენებთ, მაგრამ არის ძალიან ლამაზი. არის მუხლებამდე, არის ეს წითელი ფერის და ეს დეტალები ძალიან მომწონს, ვფიქრობ რომ ეს კაბა ძალიან მიხდება და ძალიან ლამაზია, მაგრამ თქვენ სამჯერად აუცილებლად კომენტარებში. ეს წითელი ფერი არის ჩემი, თუ არ არის ჩემი. ძალიან მომწონს, აქ შიგნით ამას საჩული, ამიტომ იმის მოხედავთ რომ ძალიან ხელია და ძალიან ნაზია, საერთოდ არ ლანდავს არაფერს. და ის ძალიან ლამაზი. ეს კაბა ძალიან მომწონს, მართლა რომ გითხრათ, აი ძალიან საყვარელი კაბაა.
და მეორე კაბა, ორი მიდევს. ახაც ესეც მეორე კაბა. ეს კაბა არ ვიცი არის ულამაზეს, მაგრამ ეს არ არის XS ეს არის. ესი კაბა, გავწყვეტ ესი გამომიწერა და არა XS-ი. ზოგადად რომ ვაკვირდები ხოლმე ფოტოებს და მე რომ ვაკვირდები, აი ხალხს რომელსაც აცვია და იქ აწერია კიდე ზომები, აი მოდელს რო აცვია. თქვენ ხაც მომედოს. მოდელს რო აცვია, მაგრამ მას ვხვდები ხოლმე რა ზომა უნდა გამოვიწერო. მე ზოგადად ხან XS-ი მაცვია, ხან S-ი. ხო და ეს გადავაპრონო უნდა. ხო და ცოტა ისე ვარ. ცოტა ისე ვარ ზომებში. არის ძალიან ლამაზი კაბა. აი ძალიან ლამაზი კაბა. მართლა რომ ჩავიცვამ კიდე ნახავთ. არის ესეთი, ანუ ზევით ოდნავ ამღებული, აქ ხელები აქვს ესე დახურული. აქ ესეთი, ანუ ესე არ ჩანს, მაგრამ მე არის ბოლომდე ჩახსნილი და აქ აი ესეთი დეტალი, ანუ რაღაცნაირად და არის ულამაზესი კაბა. თუნ მოდელს რო ეცვა იყო ძალიან ლამაზი და ისე მომეწონა რომ ამას ვერ დავტოვებდი და ამიტომ ვიყიდე. ახლა ამ ყველაფერს უნდა ჩავიწყო. ნუ და აქ ვიდეო ჩაგისვამთ, ანუ როგორც გადავიღებ ეგრე. მოგეთ. ეს შევიკაბა, ეს ჩემი ფავორიტი, ეხლა გაჩვენებთ. ასეთ გადავიღებ, რომ უფრო კარგად შევაფაზოთ და მართლა არის ჩემი ფავორიტი ეს კაბა არის. ძალიან საყვარელი და ვფიქრობ, რომ შავი კაბა ყველაზე ფერი ყველაზე მეტად მიხდება. რაღაცნაირად და ეს სტილით. ესეც გაჩვენებთ აუცილებლად. თქვენ დამწერთ აუცილებლად კომენტარებში, რომელი უფრო მიხდება. ეს, როგორც მე ვფიქრობ, თუ ის წითელი. ძალიან მაინტერესებს. საერთოდ არ ვიცი ამ კაბებსაც ჩავიცვამ. და რატო ისე რამდენ რამეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გამიმართლებს და სადმე აუცილებლად ჩავიცვამ, ბიბიჩი მოვიდა.